Ამოსავალი არის ერთ რაღაცაში, რომ ჩვენ გვაქვს ჰოსპიტალური სექტორი, როგორც გინდა ცეგა, ცუდი თუ კარგი, ხო? ამიტომ ჩემი აზრია და პირველივე წუთიდან ამას ვიძახი, თქვენ იცით რომ კლინიკური საბჭოს წევრი ვარ, რომ ყველა საავადმყოფო, რომელიც ამ ეტაპზე არის ქვეყანაში, უნდა გადაკეთდეს მინიმუმ 80% საწოლ ფონდი COVID ინფექციებთან ბრძოლასთან, იმიტომ რომ დღეს ეს დაავადება მძვინვარებს ჩვენში და ერი იქნება, თუ ვინც არ უნდა იყოს, ანუ საჯარიმო ხელი იქნება, თუ გლეხი იქნება, ყველა იქითკენ უნდა ვიყოთ მიმართული ექიმი, რომ რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე. რატომ ვერ აკეთებს ამას ჯანდაცვის სამინისტრო? რა უშლის ხელს ბატონო ლევან? კერძო სექტორი, რომელიც არ არის ასე ვთქვათ, აი რა არის ბარიერი ამ ეტაპზე? Ქალბატონო სოფო, მე იცით რომ არა ვარ გადამწყვეტი მიმღები, მე ვარ ერთ-ერთი კლინიცისტი, ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელი და სული და ხორცით ექიმი და ძალიან მტკივა გული, რომ პაციენტებს რომელსაც ჭირდება დახმარება, მას ექიმები ვერ ეხმარებიან და ამიტომ ახლა ყველამ უნდა დაივიწყოს ბატონო ამბიცია, რაც კი რამე გააჩნია. ან ვისაც ვერ შეუძლია სახში წავიდეს და ის მოვიდეს იქ, ვისაც შეუძლია ეს პროცესი რომ მართოს. აი ჩემი ვის არ შეუძლია ბატონო ლევან, ჯანდაცვის მინისტრს გულისხმობთ ამ შემთხვევაში? ახლა მეორე მომენტია რომ ინფექცია გავრცელდა ქვეყანაში, ისე გავრცელდა რომ აჭრელდა მთელი სამყარო 100,000 მოსახლეზე პირველი ვარ ხო ინფექციის გავრცელები და სულ ამას ვიძახდი, როცა გამოვდიოდი, მე არ ვარ ეპიდემიოლოგი, რიგითი კლინიცისტი ვარ. თუ გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, გაიზრდება დაავადებულთა რაოდენობა და ვერ მიხედავს ამას, თუ რაღაც კომპლექსური მიდგომა არ მოხდა და ამიტომ უნდა მოხდეს კომპლექსური მიდგომა ამისი. ყველაფერი კიდევ ერთხელ უნდა დავივიწყოთ. რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა გადავარჩინოთ ამოსავალი წერტილი ჩვენი მხოლოდ ეს არის დღეს. კი ბატონო, ბოლო კითხვა მაქვს. თქვენ მაინც გონიათ რომ ვიღაც ვერ ასრულებს თავის სათანადო მოვალეობას ამ წუთას. სავარაუდოდ გულისხმობდი ჯანდაცვის მინისტრს, ეს დადის ეს ერთ ადამიანზე? დიახ. ქალბატონო სოფო, მე არავის ადვოკატი არა ვარ და არავის დამცველი, მე ერთადერთი მინდა ყველას ვთხოვო და მოგუწრავით როგორც უნდა ისე გაიგოს ყველამ, რომ მოიფიქრონ რამე ეს ხალხი რო გადარჩეს. თუ არა და რა პროგნოზი გაქვს და ვასრულებთ ბატონო ლევან? აი თქვენი პროგნოზი თუ 4,000 ინფიცირებული დღეში შენარჩუნდა ან გაიზარდა ეს რიცხვი, სად მივალთ? და ამით ვასრულებთ თქვენ. რა თქმა უნდა, ახლა ეს არა პატარა ციფრი ქართველი ერისთვის, ხო ძალიან დიდი ციფრია. 4,000, ხო? 4,000-დან 20% უნდა მოხდეს ავადმყოფოში მინიმუმ სოფლიო სტატისტიკიდან. ნუ აქედან გამომდინარე, ხო, ამას ძალიან ძნელია. ინფექცია უნდა შეკავდეს. სულ ვიძახდით, რომ უნდა შეკავდეს. შეკავების გზა ერთ-ერთი რა არის, ხო? მაშინ რატომღაც იყო ესეთი ისა, რომ ორი მიდგომა ქონდა, ხო, სამყაროს. ეს იყო კონსტიტუციური და ეს იყო ლიბერალური. პირველ ეტაპზე გაამართლა. მე არ ვიცი, არ მეხება, სამწუხაროდ არ ვიცი ეკონომიკა. ერთადერთი რაც ვიცი, რომ რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გყავდეს და ამიტომ ვიღაცებმა რაღაცა უნდა მოიფიქროს, რომ ქართველი ხალხი გადარჩეს.